კიდევ ერთხელ მოგესალმებით, როგორც უკვე ვთქვით და დავაანონსეთ, დღეს სპორტ კლუბის სტუდიაში ვსაუბრობთ ქართულ ჭიდაობაზე და ვსაუბრობთ პირველ რიგში ტურნირზე, რომელიც დაასრულა სულ ახლახანს ქედის სასპორტო სკოლაში. ეს არის აჭარის აბსოლუტური ფალავნობა და აჭარას ყავს უკვე ახალი აბსოლუტური ფალავანი, ასე შეიძლება ითქვას. ის დღეს ჩვენი სტუმარია, ბატონი ზვიად მახარაძე, რომელიც პირველად არის ჩვენთან, როგორც ვიცი, და ასევე ჩვენი სტუმარია აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ჯემალ წულუკიძე. მოგესალმებით. მოგესალმებით. ვისაგებთ შემთხვევით ზვიას მიულოცავ ჩემპიონობას. საკმაოდ ესეთი ტიტულია აბსოლუტური ფალავნის ტიტული, რომ ნამდვილად საამაყოდ უნდა კონდეს საქმე, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ტრადიციად გვექცა ესე სტუდიაში მოწვევა აჭარის აბსოლუტური ფალავნების და რიგით მე მგონი მე-4 ან მე-5 უნდა იყოს, რომ შეიცვალა უკვე, არ გულისხმობ, რომ ანუ იყვნენ ადამიანები, ვინც დაიბრუნა ფალავნები ყავდა და ზვიადმა უთხრა, რომ ეხლა მესამე გზა აღარ გინდათ და ჩემი გზა იწყება. კი ბატონო, და ასევე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, დაგეგმილ ღონისძიებებზე, ტურნირზე, რომელიც იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის აღიარებას ეძღვნება. მოდი დავიწყოთ ფალავნობით პირველ რიგში, 25 სპორტსმენი, უძლიერესი რეგიონის მასშტაბით და ამდენად თქვა კონკურენტუნარიანი იყო გარემო, ზვიაცაც შევეკითხების შემდეგ მის გამგზაზე. კიდე ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. წელს 2025 წლის აბსოლუტური ფალავნობა გამორჩეული იყო. წინა წლების ფალავნობებისგან აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ეს იყო სპორტული მხარე, ორგანიზებულობა, სპორტსმენების დამოკიდებულება ქართული ჭიდაობის ჩოხაზადმი და ზოგადად ქართული ჭიდაობისადმი ერთმანეთის მიმართ პატივისცემა, ეს ყველაფერი წელს იყო გამორჩეული. წინა წლებში ჩვენ ვაკვირდებოდით და ზოგადად ამას წინათაც ერთგან თქვი, რომ ძალიან ცუდი ტენდენცია, როცა სპორტსმენი ორი ახალგაზრდა, რომელიც ერკინება ერთმანეთს და ასპარეზობს, ძალიან თითქოს და ბიოლოგიურ მტრად აღიქვამს თავის მოწინააღმდეგეს და არა და ქართული ჭიდაობა სისხლხორცეულად არის დაკავშირებული ქართველი კაცის ხასიათთან და ყველა მის ქცევასთან. როცა იგებ წაგებულს უნდა მეხვიდე, წამოაყენო, გადაეხვიო და მასთან ერთად იზეიმო საერთო გამარჯვება და იგივე წაგებულიც ასევე ულოცავს. ამ კუთხითაც ეს ყველაფერი იყო ძალიან კარგად და იმ ქართულ კაცს და ქართულ ჭიდაობას რომ შეეფერება ისე ზოგადად ჩართულობა, мотиваცია, მზაობა სპორტსმენებში მაღალი იყო, მინიმუმამდე იყო დაყვანილი წელს აპელაციები, გასაჩივრები, ასევე ყველაზე მთავარი ჭიდაობა ტრავმულია და საერთოდ ტრავმული მომენტები არ განვითარებულა. ის რომ არ დაკარგული იყო არც ერთი სპორტსმენის შედეგი 8 წლი და შრომა, აი ასპარეზების დროს ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და ორი მოწვეული სპეციალისტი ყავდა რესპუბლიკა კატეგორიის მსაჯი და მადლობა მინდა უთხრა ორივე ბატონებს, კუბა კომეთიანს და მამუკა მელიქიშვილს. საერთო ჯამში თუ შევაფასებთ ფალავნობის სპორტულ მხარეს, უპირველესად იყო ძალიან მოწესრიგებულ გარემოში და შესაბამისად აზარტის მიუხედავად, კონკურენციის მიუხედავად, რჩეულთა შორის რჩეულმა გაიმარჯვა და ზვიადი და სხვათა შორის ზვიადიმ თავისი აი ამ შეხვედრების პერიოდში საკმაოდ ასე ვთქვათ დიდი კონკურენცია გაუწია ცნობილ ფალავნებს, ორ გზის ფალავნებს. ამ სტუდიაშიც ორივე ნამყოფია რუსლან შავაძეს და თაზო ბედინაძეს, რომელიც ორივე ძალიან წარმატებული სპორტსმენია, მაგრამ იმარჯვებს ის, ვინც და სპორტი მით უმეტეს გაუთვალისწინებელი რაღაცეებიც ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ზვიადიმ ნამდვილად დამსახურებულად გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ თქვენი სტუდიიდან მინდა მას მიულოცო, ეს ძალიან გამორჩეული წოდება აჭარის აბსოლუტურ ფალავნის და მას დამსახურებულად. ნამდვილად ჩვენ ვადევნებთ კადრებსაც თვალს და ჩვენი მაყურებელიც ხედავს ჩვენი და სხვა სპორტსმენების ჩართულობას ამ სპორტის სახეობაში და მოდი შენი დამოკიდებულება გვინდა გავიგოთ პირველ რიგში ქართული ჭიდაობის მიმართ და ზოგადად ჭიდაობის მიმართ, რამდენად თქვათ კონკრეტულად რომელი სპორტის სახეობით ხარ დაკავებული, გარდა თქვათ ქართული ჭიდაობისა, თუ არის რომელიმე მაინც გასაგებია რომ ეს დეჭიდაობაა, მაგრამ შეიძლება რა თქმა უნდა არა მხოლოდ ქართულ ჭიდაობაში, არამედ სხვა იგივე ძიუდო იქნება თუ სხვა. საიდან მოხვედი მოკლედ ამ ტიტულამდე? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე მოვდივარ ქართული ჭიდაობიდან.
ბავშვობიდან ქართული ჭიდაობით დავკავდი, ეს იყო 11-12 წელი. ჭიდაობდი, მე იყო რაღაცა შერეული 1-2-3 წელიწადი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ვიჭიდავე, მაგრამ ძირითადად ქართული ჭიდაობა და ძალიან ბევრი ტურნირით მოგებული მაქვს, პრიზიორი და ასე შემდეგ. იყო ტრავმები, ჩავარდნები რამოდენიმე წელიწადი, მაგრამ მოვიპოვე საკუთარ თავში ძალა, დავბრუნდი და რა ვიცი, შრომა და შრომა. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ჩვენ თქვა წინა შემთხვევებში ყავდა ადამიანები, ვინც სხვა სპორტის სახეობებითაც, თქვა ჭიდაობის სხვა მიმართულებითაც იყვნენ დაკავებული. შენ ახლა ახსენე რომ ქართული ჭიდაობიდან და ქართული ჭიდაობის წიაღიდან მოდიხარ, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა ჩემი აზრით და მოდი მაშინ კითხავ, რას ნიშნავს შენთვის ქართული ჭიდაობა და თქვა რამდენად უწევს ის კონკურენციას, თუნდაც სპორტული თვალსაზრისით, იგივე თავის რაღაცა მოძმე სპორტის სახეობებს, ხო? კი, გეტყვით ეხლა ქართული ჭიდაობა პირველ რიგში ჩემთვის ასოცირდება როგორც ვასკაჩური ჭიდაობა. ასეთ სპორტულ იმას არ ვაკლინებ, იმიტომ რომ ყველას ძიუდოც მომწონს ძალიან. ახლა გეტყვით რომ ეხლა თებერვალში უკვე ვაპირებ ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატს ჭიდაობას ვეტერნებში, მერე უკვე აპრილში ევროპის თასის, ამიტომაც მომწონს ძიუდოს, რა თქმა უნდა, როგორც სიტყვიან რომ ჩვენი დედა ჭიდაობა არის, სხვა ჭიდაობების გასაღები, მეც ესე ვთვლი და ეგრე არის ნამდვილად. კი ბატონო, ძალიან კარგი და საინტერესო. სხვათა შორის ერთ ჩართვას გავაკეთებ, ზვიადის ჩართულობა ქართული ჭიდაობისადმი და ბავშვობიდან მე-7-მე კლასში იყო, როცა სახლის წინ საჭიდაო არენაც კი გააკეთა მარტივი ტიპის და იქ ჭიდაობდა, ასე რომ რახან მაგ მიმართულებით წავიყვანეთ საუბარი, მაშინ აი ჩვენ ახლა კადრებს კი ვადენებდით, თვალს გასაგებია რომ თქვა მუნიციპალიტეტის სპორტის სკოლა, მაგრამ დასწრება ისევ რაღაცა პრობლემას წარმოადგენს ჩემი შეხედულებით, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაყურებელობა და მოდი პირდაპირ ვიტყვი არ დავმალავ, რომ ინფრასტრუქტურაც შეიძლება არ იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ბევრი ადამიანი, თუმცა წინა წლებში მახსოვს უფრო მეტი ადამიანი, იგივე შუახევში ჩატარებული ჩვენ აი რო აუხსნა ეს მაყურებლის სიმცირე, ცოტა რამოდენიმე სიტყვით წინსვრებად ვიტყვის, რომ აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციის, მის მოცნობადობის ამაღლების და ზოგადად რეგიონში უკვე ახმის ინდექსი რო გაიზარდოს, როტაციული წესით ახდენს სხვადასხვა სპორტული სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ახლა ფალავნობას თავისი რიგითობა წელს უკვე ქედას, იმიტომ რომ მივდივართ ბათუმიდან და ავიწყებთ ავდივართ ხულოში, შაშან შუახევმა უმასპინძ და ქედას იცი თქვენ იქ უკვე დაგეგმილია და თანამედროვე ულტრა კომპლექსი კეთება სპორტული ამ ეტაპზე. ის მცირე დარბაზი მეც მაყურებელს ვერ დაიტევ, დასაჯდომიც არ არის, ელემენტარად არენა, სამსაჯო მაგიდა და ის მონაკვეთი, სადაც მაყურებლის პოზიციიდან დაინტერესებულმა პირმა უნდა უყუროს ძალიან მწირე, ამიტომ ის რომ დაუინტერესებულო ქუჩაშიც იყვნენ, შემოდიოდნენ, გადიოდნენ, აი ეს ამით შეიძლება აიხსნას, ზოგადად ქედა არის ის მუნიციპალიტეტი, სადაც სპორტის და ჭიდაობის მიმართ მეტადრე ძალიან დიდი ინტერესია. კი ბატონო, ამით შეიძლება აიხსნას. მოდი გადავიდეთ მომავალზე და იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის აღიარება ისეთი მოვლენა თქვენთვის პირადად ალბათ ქართული ჭიდაობის ყველა გულშემატკივრისთვის, ჩვენთვისაც ჟურნალისტებისთვისაც, რაც ცალკე ღონისძიებას იმსახურებს და ეს ღონისძიება გაქვთ კალენდარში საკმაოდ დიდი წითელი. ძალიან მოკლედ ვიტყვი მაყურებლისთვის რომ უცხო არ იყოს საიდან ან რატო აქვს ექსკლუზივით აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციას იუნესკოსადმი აი ეს ტურნირის ორგანიზების უფლება. ძალიან მოკლედ ვიტყვით ეს თქვენც ბრძანეთ ბესო რომ 2018 წლის 29 ნოემბერი ქართული ჭიდაობის ისტორიაში გამორჩეული ქართული სპორტის ალბათ დიადას ქართული სპორტის ბუნებრივია როცა აი იმ სამ არამატერიალურ კულტურმემკვიდრეულ ძეგლის შემდეგ ეს არის ქართული მრავალხმიანობა, ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი, დამწერლობის სამი კულტურული ელემენტი და მე ქართული ჭიდაობა და ამასინეთ გამეხარდა ნომინაცია ქართული ხორბალია ნომინაცია დეკემბერში განიხილავს იუნესკო ეს დღე პორტ-ლუისში ეს მავრიკიის ქალაქია მთავრობათა შორის კომიტეტის მე-13 სესიამ ქართული ჭიდაობა ერთხმად შეიტანა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საგანძურში მას ჰქონდა ძალიან დიდი შრომა ეს იყო 2014 წელი როცა ქართულ ჭიდაობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2016 წელი როცა მას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა მერე წავიდა მუშაობა ერთობლივ მუშაობა და შედეგი ბევრი დრო
არ წავარქვა ეთერს, შედეგი იყო ეს. მას შემდეგ ჩვენ ეროვნულ ფედერაციის იმჟამი და ხელმძღვანელობას თხოვეთ, რომ მოგნიჭებოდა უფლება, რომ აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციას და ეს მთელი საქართველოსია, ბუნებრივია ჩვენ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი მოწვეული ყავს, ეხლა ბევრი მას შეძლო, ბევრმა ვერ შეძლო, წინასწარი რეგისტრაცია და ჩამოსვლას შეძლებს ბევრი და ამავდროულად კიდე ის სულ 5 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, ეს ჩვენთვის მეტად საპასუხისმგებლო სპორტული ასპარეზობა არის, საერთაშორისო სარბიელზე ამით ჩვენი წილი ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციის გზაზე, რომელიც ძალიან შრომატევადი გზაა და ეს ხვალინდელი და ზეგინდელი ამბავი არ არის უცებ, მაგრამ ასე ეტაპობრივად სხვადასხვა აქტივობებით ხდება საერთაშორისო სპორტულ სარბიელზე ქართული ჭიდაობის ცნობადობის გამყარება და მე ვფიქრობ ის სამზადისი, რომელსაც ჯერ კიდევ 2 თვის წინ აქვს აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციას დაწყებული, ნამდვილად აი ამ 29-30 ნოემბერს ნამდვილად დაგვირგვინდება შესაბამისი ადეკვატური შედეგით და ეს შედეგი იქნება ჩამოსული სპორტული დელეგაციების სათადანოდ მასპინძლობა, კარგი სპორტული ასპარეზობა, სპორტის სასახლეში, რომელიც აქვე ვიტყვი, რომ ეს მუხრამახთანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში ტარდება ტრადიციულად, ჩვენ ყველანაირად ვფიქრობთ, რომ ამ საერთაშორისო ტურნირით კიდევ ერთხელ ცოცხალი ძეგლი დაედგმება ქართულ ჭიდაობას და ჩვენ შესაბამისად მაღალ დონეზე უმასპინძლებთ ყველა ჩამოსულ სპორტულ დელეგაციას. ანუ მაყურებლებისთვის ახსახსნელად რომ მარტივი იყოს და ახსაქმელად 29-30 ნოემბერი დასწრება თავისუფალია. დიახ, რა თქმა უნდა, უკვე დრო ეგეც დავაანონსოთ. დიახ, ჩვენს ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე უკვე საიმიჯო ვიდეო რგოლის ტრიალებს, მანამდე საინფორმაციო ხასიათის მასალები იდებოდა 28-ში დელეგაციების და სპორტული ნაკრებების ჩამოსვლა არის, კენჭისყრა, აწონვა, დაბინავება. სულ არის 6 წონითი კატეგორია, 2000-2010 წლებში დაბადებული უფროსი ასაკის ჭაბუკები ასპარეზობენ, 29-ში ოფიციალურ გახსნის და 3 წონითი კატეგორიის წინასწარი შეხვედრებია და დაჯილდოების ცერემონია, 30-შიც ასევე 3 წონითი კატეგორია წინასწარი შეხვედრები და დაჯილდოებები, 30-ში ტურნირი მესამე დღე ფაქტიურად დაასრულებს, საქართველოს მუნიციპალიტეტები გაემგზავრებიან 30 ნოემბერს, ხოლო უცხო ქვეყნები გაემგზავრებიან 1 დეკემბერს. გასაგები. დავრუნდები ისევ ზვიათთან, წარმატებებს გისურვებთ პირველ რიგში ამ ტურნირზე და დამატებითი კითხვა მინდოდა, თქვათ აჭარის აბსოლუტურ ფალავანს თუ ექნება ამ შემთხვევაში ამ ტურნირზე მონაწილეობის მიღების საშუალება. როგორც ფალავანი ოფიციალურად მოწვეული იქნება და ის დაესწრება როგორც მაყურებლის რანგში, იმიტომ რომ მისი ასაკი ფალავანი 18 წელს ზემოთ არის 2008 წელს. ჭაბუკებში და ფალავანი არც რომ ვთქვათ, არც იკადრებს ეს სეგმენტი აჭარულად რომ თქვა ბაღნებთან იჭიდაობს. კი ბატონო. ზვიათ, მაშინ შენს მომავალზე მინდა დაგისვა შეკითხვა, თქვათ შენს მომავალზე ქართულ ჭიდაობაში წეგან ახსენე რომ ძიუდოს მიმართულებით აპირებ თქვათ ამბიების გადადგმას, თუმცა ქართულ ჭიდაობაში რამდენად თქვათ გასახება მომდევნო ფალავნობებზე ან იგივე რა ვიცი გვაქვს რაღაც ტურნირები საქართველოს მასშტაბით, სერიოზული ტურნირები, სერიოზული კონკურენციით, მანდას მონაწილეობის მიღებას. რა თქმა უნდა, კი, მუშაობთ, მე ჩემი გუნდი ამისთვის წინ გვაქვს უკვე დაგეგმილი ჩვენი მიზნები, რა გვინდა, როგორ უნდა გავაკეთოთ და აუცილებლად საქართველოს ჩემპიონატი იქნება თუ ეს საერთაშორისო ტურნირები, აუცილებლად წავდგებით ისე როგორც საჭიროა და ჩვენს რეგიონს აუცილებლად ვასახელებთ. კი ბატონო, საერთაშორისო ტურნირი ახსენა ზვიადმა და კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ და ავახსენოთ, ისტორიული იყო ჩემი აზრით, მაგრამ შეიძლება შედეგებითი მაყოფილი არ იყოს, ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი. პირველად ისტორიაში ჩატარდა ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი. პირველად ეს დიდებში პირველად ჩატარდა, მანამდე იყო ჭაბუკებში მსოფლიო ჩემპიონატი ბათუმის თბილისის ციხეში. ჩვენ დიდები გვაინტერესებს და მსოფლიო ჩემპიონატია, მაინც რაც არ უნდა იყოს ესეთი სახელით ჩვენი მშობლიური ჭიდაობის, ასე ვთქვათ, რომლის მიმართაც ინტერესი ნელ-ნელა შეიძლება ვთქვას, ჯერ ჩვენ სამეზობლოში, მაგრამ მაინც იზრდება. რა შეგიძლია თქვითხრათ მსოფლიო ჩემპიონატზე, ვთქვათ, მაყოფილი შეიძლება შედეგები არ იყოს ზოგადად ქართული ჭიდაობის ფედერაცია, არა მხოლოდ რეგიონალური ამ შემთხვევაში. მომავალი მსოფლიო ჩემპიონატები თუ არის დაგეგმილი და თქვენ როგორც ვთქვათ, ამ შემთხვევაში ფედერაციის წევრიც ხართ ქვეყნის, გითხარით თქვენი შტაბ-აჯილებები გაგვიზიარეთ. ის ფაქტი რომ ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ქვეყნის დედაქალაქში და აქ
ქართულ საჭიდაო ჩოხას სხვადასხვა ქვეყნის 22 ქვეყნის სპორტსმენი იცლებს და შენ დედაჭიდაობას ჭიდაობს, ეს უკვე ქართულ ჭიდაობის კიდევ ერთი აღიარებაა, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯები ბევრჯერ ვთქვით, რომ საერთაშორისო არენაზე გასასვლელად ძალიან ბევრი რაღაცა აქ ახლა არ ჩაუღმავდები, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან გამორჩეულად ლამასაჭიდაო ასპარეზობები გაიმართა, საკმაოდ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ნუ ახლა ყველა ღონისძიებას აქვს გარკვეული ლაფსუსი, მაგრამ საერთო ჯამში ეროვნული ფედერაციის მიერ, რომლის ასე მხარდამჭერი საქართველოს სპორტის სამინისტრო იყო, ძალიან გამორჩეული ასპარეზობა იყო და ყველაზე მთავარი მე ჩემ კოლეგებს ვინც ტრიბუნაზე ვიჯექით და აქაც მინდა ვთქვა, ძალიან გამეხარდა, რომ გამეხარდა, ნუ ბუნებრივია ყველა მინდოდა, რომ ამ სოფლიო ჩემპიონატზე საპრიზო ადგილებზე ქართველები გასული, აბსოლუტურ ზონაში ჩატარდა ერთი სხვადასხვა წონითი კატეგორიები. მე მგონი არ არის ეს რაღაცა ისეთი და პირველ ადგილზე ახლა საბა ინანეიშვილი, რომელიც ბრინჯაოს медаლი მოიპოვა ახლა ძიუდოში, სოფლიო ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში საბა ინანეიშვილი გახდა, მესამე ბრინჯაოს медаლი ძალიან კარგი ბიჭია, მძიმე წონოსანი საბა ქუთაისელია, ზესტაფონელი უჩატ აბატაძე და მეორე ადგილი აიღო მონღოლმა, რომელიც ძალიან მაგარი, აგერ ზვიადიც ესწრებოდა და მე თანხმობა ძალიან მაგრათი ჭიდაო. აი ეს გამეხარდა, რომ იქ ჩემ კოლეგებთან ერთად ვიჯე, ირანელ კოლეგებთან, თურქ კოლეგებთან, რუმინელ კოლეგებთან და რაღაცნაირად მინდოდა კი არა რომ ჩვენსაც წაეგო, გესმით ალბათ რა, რომ უცხოელს აიღო და არ ეთქვა ამ უცხოელს ჩაატარეთ ქართულ ჭიდაობაში და ყველა თქვენი ჩემპიონიო, აი ეს მნიშვნელოვანი იყო, საპრიზო ფონდი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო და ეს კიდე ერთი მოტივაცია იმ სპორტსმენებისთვის და მე ვფიქრობ ქართული ჭიდაობა პოპულარიზაცია მხოლოდ ასე შეიძლება გაიზარდოს, რომ უცხოელებმა ქართული ჭიდაობა ზოგს გონია რომ აი რაღაცა აი ჩინოვნიკი არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, ეს ქართული ჭიდაობა მხოლოდ ფედერაციის ეს ერის და ბერის საზრუნავია და აი ასეთი როცა ფინანსური მხარდაჭერა იქნება სახელმწიფოს მხრიდან და იმ ორგანიზაციის და იმ სახელმწიფოს სპორტში გამტარებული პოლიტიკის სამინისტროს მხრიდან და ჩვენში აქ ბათუმში სპორტის დეპარტამენტი, რომელიც არაკლებს ყურადღებას ქართული ჭიდაობის განვითარებას, კიდევ უფრო გაიზრდება ცნობადობა, კიდევ უფრო მეტი ჩართულობა იქნება, კიდევ უფრო მოტივაცია და იაპონელებმა სადაიწყეს ჩვენი სპეციალისტი მიიწვიეს მაზრიაშვილი ჩვენსა სასწავლებინეს და ეხლა იწვით ძიუდო რა სიმაღლეზე აიყვანეს. არა და ბევრჯერ მithქვი ამ სტუდიაში სუმო მათქვის არის, არ ვიცი რაღაც ღვთიური და ოლიმპიურ სახეობაზე მაღლე. ასეა ჩვენთვის ეს ქართული ჭიდაობა, ამიტომ ასე უნდა იყოს. მე არავის არ მოძღვევდა დიდაქტიკურ მოტივზე არ უტარებ ლექციას ევინას. პირველ რიგში ჩვენი ეროვნული და იმის შემდეგ მივხედოთ სხვა სახეობებს. კი ბატონო, ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს გარკვეულწილად და მაგაში აბსოლუტურად მოყვებით და გეთანხმებით და პოპულარიზაცია ჭირდება ნამდვილად. ბოლოს მინდა კითხოთ, წლის ბოლო არის მაინც, თქვათ ამ იუნესკოს ტურნირი დასრულდება და კალენდარი და რა ღონისძიებებია კიდევ დაგეგმილი? ერთადერთი ღონისძიება დარჩა ეს ყოველწლიურად როგორც ხდება, ეს არის საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში. ბატონი ფალავანიც მიიღებს ბუნებრივ მონაწილეობას და ყველა ის საპრიზო ადგილზე აბსოლუტურ ფალავნობაში ნაკრების თავარი მცველი ორგანიზებას მოახდენს. ჯერ ჩვენ არ ვიცით, ინფორმაცია წერილი არ შემოსულა ეროვნული ფედერაციიდან, სადღაც ყოველთვის ტრადიციულად 15-25 დეკემბრის შუალედში ტარდება ტრადიციულად აბსოლუტური ფალავნობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ფალავნები აჭარის რეგიონიდან, ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკის ფედერაციის დიდების ნაკრები, რომელიც მათ შორის აბსოლუტურ ფალავნით საკმაოდ კარგად იასპარეზებენ და სასურველ სინჯის მედლებს მოიპოვებთ და კიდევ ერთხელ მათ სპორტულ კარიერას აბსოლუტური ფალავნობაზე მოპოვებულ ოქროსაც შემატებენ. კი ბატონო, მაშინ დავასრულოთ ზვიათთან შეკითხვით, მოლოდინები აბსოლუტური ფალავნობა საქართველოს უკვე სხვა ეტაპი, სხვა დონე, სხვა კონკურენცია და შეგამდენად გაქვს საბრძოლო განწყობა. საბრძოლო განწყობასაც შეიძლება 100%-ით, იმიტომ რომ უკვე მზადება დაწყებულია ჩემ გუნდთან ერთად და ვიცი რაც არის, იმიტომ რომ მე აქამდე ბევრჯერ დავსწრებულ ვარ, ვიცი რა კონკურენციაც არის იქ, როგორიცაა, მაგრამ შრომა არასდროს არ იკარგება, ვიშრომებთ, ვიბრძოლებთ და როგორც იტყვიან, ვიომნებთ, რასაც ქვია და აუცილებლად გავიტანთ ჩვენსაც. წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო, პირველ რიგში იუნესკოს
ტურნირი, რომელიც უკვე კარგს მოგდგომიათ და ასევე დიდი საორგანიზაციო ნაწილი გაქვთ გასავლელი, ესეც მნიშვნელოვანი ნაწილია სპორტის. დაშრომატევადი. კი, ნამდვილად გეთანხმებით და ზუსტად უკვე ბალანობაზე უსურვებ წარმატებებს. კიდევ მოგდები ჩვენთან სტუდიაში. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ყურადღებისთვის. და მხარდაჭერისთვის ქართულ ჭიდაობს ტრადიციული ნებისმიერ დროს ჩვენი ეროვნული სპორტის სახეობების პოპულარიზაცია რა თქმა უნდა ჩვენთვის დიდი სიამაყეა და სიამოვნებაც. ახლა გადავიდეთ ფრენბურთზე, უნდა მოგიყვეთ და უნდა გაჩვენოთ რეპორტაჟი ბათუმის ფრენბურთის გუნდის შესახებ. გოგონები ყავს ამ შემთხვევაში მხედველობაში. მეოთხე მატჩისთვის ემზადება ბათუმის ფრენბურთელთა გუნდი, 3-დან 2 მოგება აქვთ თბილისის გუნდთან უწევ შემდეგი თამაში და ჩვენი კორესპონდენტი ზურაბ იასამიძე ესტუმრა მათ დაესწრო მათ ვარჯიშს, ვნახოთ რეპორტაჟი და შემდეგ უკვე დაგებრუნდებით დაიჯესტით. ქალთა ფრენბურთის კლუბი ბათუმი ეროვნულ ჩემპიონატში მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადება. მეოთხე ტურის ცენტრალურ მატჩში ბათუმელები ფრენბურთის კლუბ თბილისს დაუპირისპირდებიან. ზღვისპირელები მოახლოებულ პრინციპულ მატჩამდე სამწვრთნელო პროცესს თითქმის სრული შემადგენლობით ინტენსიურად აგრძელებენ, როგორც ბათუმის მთავარი მწვრთნელი ხათუნა გიორგაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, გუნდი კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება და მიუხედავად მეტოქის სირთულისა, საკუთარი გუნდის წარმატებაში დარწმუნებულია. მინდა აღვნიშნო, რომ მზადება დაიწყო ძალიან კარგად, ინტენსიურად. ფიზიკური მომზადების ციკლი გავიარეთ. ეხლა უკვე გადავედით ძირითად ეტაპზე. უკვე ჩავატარეთ რამდენიმე მატჩი, კარგად იმას ჩატარდა ეს მატჩები, მეც დავაკვირდი, პატარ-პატარა შეცდომები რაც იყო, უკვე გამოვასწორეთ. ეხლა ძირითადი მატჩი გვაქვს თბილისის წინააღმდეგ. თბილისის გუნდი არის საკმაოდ ძლიერი, ახალგაზრდა ბავშვები დაკომპლექტებული. და დიდი შემართები და დიდი ძალისხმიერებით ვეცდებით, რომ ჩვენი აჭარა გავახაროთ და მოგები დავაგვირგვინოთ ეს მატჩი. დავიწყეთ მეოთხე ტურისთვის ინტენსიური მომზადება. ვცდილობთ წინა თამაშებზე რა შეცდომებიც დავუშვით ამ თამაშზე გამოვასწოროთ. რაც შეეხება თბილისს, ჩვენს მეტოქეს ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს შესაძლებლობებს გამოვიყენებთ და ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. რიგით 34 მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც 25 ოქტომბერს განახლდა, ბათუმელებმა უკვე 3 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც ორჯერ იმარჯვეს და ერთხელ დამარცხდნენ. ამ შედეგით კი გუნდმა უკვე აქტივში 5 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერთა შორის იმყოფება. მიმდინარე სეზონში კი გუნდის გაცხადებული მიზანი სწორედ შაშანდელი შედეგის ერთი ნაბიჯით გაუმჯობესება და ჩემპიონობის მოპოვება გახლავთ. თემიდან დავიწყეთ გუნდის მზადება. ნელ-ნელა მივდივართ ალბათ წინ, მართალია მესამე შეხვედრა დავთმეთ ერთ-ერთ ასე წამყვანი გუნდი იყო თბილისის, მაგრამ სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ გეგმა ჩვენი მიზანი არის მაინც რომ ვიბრძვით ბოლო წლები და რა ვიცი, გვინდა ჩემპიონობისკენ ტოლვა და იმედი გვაქვს და შემართება გვაქვს იმის, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, ვითამაშოთ, თამაშები ახლა დაიწყო, ნელ-ნელად ალბათ შევალთ ფორმაში და შემდეგ პლეიოფის მატჩებიც გვიჩვენებს თუ რა შედეგზე გავალთ. მაგრამ სასურველია და ჩვენი თვითმიზანი გუნდის არის რომ ვიყოთ ჩემპიონები. ამ სეზონზე უკვე 3 მატჩი ვითამაშეთ, აქედან 2-ში გავიმარჯვეთ და 1-ში დავიმარცხდით. საბოლოო ჯამში კმაყოფილები ვართ, შეიძლება დაუკეთეს შედეგზე გასვლა. რაც შეეხება სეზონის მიზანს, გვინდა რომ რეგულარული ჩემპიონატი მაღალ პოზიციაზე დავასრულოთ, გავაუმჯობესოთ წინა წლის შედეგი და გავხდეთ ჩემპიონები. გასული წლებისგან განსხვავებით, ბათუმელებისთვის 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა მნიშვნელოვანი აქტიურობის გარეშე ჩაიარა. კლუბმა აქცენტი ახალგაზრდა და ადგილობრივ მოთამაშეებზე გააკეთა. ზღვისპირელებს ახალ სეზონში თეკლა ლორთქიფანიძე, ნინი მიქელაძე, ელენე ევგენიძე და ქეთევან მჟავანაძე შეუერთდნენ. როგორც გუნდის ახალწოვრები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, მათთვის ქალაქის მთავარ გუნდში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა და ასევე დიდი გამოწვევაც. ჩემთვის ბათუმის ძირითად გუნდში თამაში ძალიან დიდი мотиваცია, პერსპექტივა და პასუხისმგებლობა არის და ძალიან მიხარია, რომ მოვხვდი ამ გუნდში და მაქვს შესაძლებლობა რომ დავამტკიცო ჩემი თავი საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატებზე. რა თქმა უნდა ძალიან რთული არის ცხრიან ტათიანების ჩემპიონატებთან განსხვავებით უმაღლესი ლიგის თამაშები, რადგან აქ უფრო მაღალი დონე არის თამაშის მხრივ, მაგრამ ჩემი მწვრთნელები ანკათვაური და ხათუნა გიორგაძე მეხმარებიან რომ გადავლახო ეს ეტაპი და ვითამაშო კარგად და დავდო ჩემი მაქსიმუმი მოედანზე. ჩემი და გუნდის მთავარი მიზანი არის რომ წელს გავხდეთ ჩემპიონები და იმედი გვაქვს რომ გავიმარჯვებთ. მე როგორც მწვრთნელი ყოველთვის მიზნად ვისახავ ამას, რომ თითოეულ სეზონის დასაწყისში 2-3 მოთამაშე, რომელიც არის უდაოდ პერსპექტიული და რომელიც მე თვითონ ხედვა მაქვს იმის, რომ დიდ ფრენბურთს ითამაშებს, მივცე იმისი
პატარა შანსის გამოცდილება, რომ მოედანზე დიდ გუნდებთან შერკინებით თავიანთი თავი გამოავლინონ. როგორც ყოველთვის, ეხლა 3-4 მოთამაშე დავიმატე. აი ხა ვერ გეტყვით, რომ ძირითად ექსელში თამაშობენ, მაგრამ ძალიან დიდ გამოცდილებას იღებენ. ბათუმისა და თბილისის დაპირისპირება 30 ნოემბერს მცხეთის სპორტ კომპლექსში გაიმართება. ახლა კი რა თქმა უნდა ტრადიციული დაიჯესტი უნდა ნახოთ, ჩემი კოლეგა ლანა ჯაფარიძე შემოგვიერთება, რომელიც მოგვითხრობს გასული უქმეების საინტერესო სპორტულ სიახლეებს. ლანა, მოგესალმებით. მოგესალმები ბესო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დღეს საინტერესო სპორტულ სიახლეებს მოგიყვებით. საქართველოს ეროვნული ნაკრები სოფიაში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩი ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ბულგარეთში ეროვნულ ნაკრებს ბუდაპეშტის 27 წლის მცველი ილია ბერიაშვილი შეუერთდა, რომლისთვისაც ეს საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაა. დღეს კი ჩვენი ნაკრები პირველ ვარჯიშს ჩაატარებს. მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი კი ტრადიციულ პრესკონფერენციას გამართავს. ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრების მატჩი 18 ნოემბერს ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ჩვენი ნაკრები შინ ესპანეთის ნაკრებთან დიდი ანგარიშით 0-4 დამარცხდა და ამ მარცხის შემდეგ ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ტესტ მატჩების სერიის მეორე შეხვედრაში კანადის ნაკრები ანგარიშით 38-17 დაამარცხა. ბათუმი არენაზე გამართულ მატჩში ჩვენი ნაკრების მხრიდან ლელოების ჰეტ-ტრიკი შალვა აფციაურმა შეასრულა, ხოლო თითო ლელოს დადება კი დემურ თაფლაძემ, გიორგი კვესელაძემ და თორნიკე ჯალაღონიამ მოახერხეს. შემოდგომის ტესტების მესამე მატჩს საქართველოს ნაკრები 22 ნოემბერს თბილისში გამართავს, მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე. საქართველოს მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება. წინა თამაშთან შედარებით უკეთესი იყო, იმიტომ რომ წინა თამაშში ჩავარდნა ქონდა 15 წუთიანი დაახლოებით, სადაც 3 ლელო მივიღეთ. დღეს არ ქონია ეს ჩავარდნა, ვფიქრობ, რომ კარგად ვთამაშეთ, მაგრამ მაინც დისციპლინაში ცოტა მოვიკოჭლეთ, სადაც 3 ყვითელი ბარათი ავიღეთ თუ არ ვცდები. შეგვეძლო კიდევ ალბათ უკეთესად თამაში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იაპონიასთან გამოვასწორებთ ამ შეცდომებს, რაც დღეს დაუშვით და წინა კვირას და იაპონიასთან უკვე ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება თბილისში. გამარჯვება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ორ თამაში. ჩვენი სამთამაშიანი ნოემბრის ტესტები გვაქვს. მესამე თამაში არის ყველაზე მძიმე და ყველაზე რთული მეტოქესთან. ამიტომ ეს ორი თამაში გამოგვადგება იმისთვის, რომ ჩვენი შეცდომები რაც იყო გამოვასწოროთ და უკეთესად დავინახოთ, რა შესაძლებლობები გვაქვს. უსურვებ წარმატებას შემდგომ თამაში ჩვენ გუნდს და დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით დავამთავრებთ ნოემბრის ტესტებს. დამაჯერებლად მოვიგეთ თამაში. რაღაც მომენტები იყო, რის გამოსწორებაც შეგვიძლია და ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო დიდი სხვაობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეორე თამაში იყო და ჯერ კიდევ შეთამაშების პროცესში ვართ. მთავარი რაც არის მესამე თამაში, კარგი არის რომ იაპონია მესამე მოხვდა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, გასახურებელი თამაშად შეიძლება ჩაითვალოს ეს ორი თამაში და თავდაჯერებულობა გვაქვს და მზად ვართ მესამე თამაშისთვის. მიზანი მიღწეულია კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, პირველ რიგში მიზანი გამარჯვება იყო. რა თქმა უნდა, შეცდომები ისევ იყო, ბევრი რაღაც გამოვასწორეთ, განსაკუთრებით კონტაქტის არეალში, რის გამოსწორებაც გვინდოდა, მაგრამ ამჯერად დისციპლინა დაგვიჯდა ძალიან ძვირი ამ თამაშში. ჩემი ჩათვლით 3 ყვითელი ბარათი ავიღეთ, ბევრი ტრავმა ჰქონდა სამწუხაროდ და ცოტა აირია ბოლოსკენ თამაში. მაგრამ ყველაფრისა მიუხედავად, ჩემი აზრით, იაპონიას მაინც ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით, ეს კვირა შედარებით მსუბუქი იქნება მოსამზადებლად. ფიზიკურად რაც თავარია და ჩემი აზრით თავარია რომ უბრალოდ ტრავმებიდან მალე დაუბრუნოთ ბიჭები და იაპონიასთანაც გამარჯვება მოვიპოვოთ. საკალათბურთო კლუბი ბათუმი საქართველოს სუპერლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში სტუმრად ყიბულის ორბს დაუპირისპირდა და მეტოქე 103-71 დაამარცხა. ბათუმელებს 20 ქულით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა, ხოლო მასპინძლებისგან 17 ქულით საუკეთესო ილია ლონდარიძე იყო. ხუთი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმი ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 8 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ბუბა ბერიშვილის გუნდი 7 დეკემბერს შინ რუსთავთან ჩაატარებს. დაძაბულ თამაშს მithumetes სტარტი ძალიან ცუდი ჰქონდა, ძალიან ბევრი შეცდომა ჰქონდა, ძალიან ბევრი თამაზებს, ძალიან ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ შევძელით მაინც თამაშის გაკეთება. შეგვეტანა გინა დაცვაში, გინა შეფევაში და მაქსიმალურად მეცადეთ ბიჭებმა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, გარედანაც კარგად ჩავავარდეთ და შეგინდანაც
კარგად ვიმუშაოთ. მიუხედავად იმისა, რომ სტარტი ძალიან ცუდი იყო ჩვენი გუნდის, შემდეგ მოხდა მობილიზება, გუნდმა დაცვაშიც მოუმატა, შეტევაშიც ისე თუ ასე კარგადაა ჩვენი შედეგი და დიდ შესვენებაზე გავედით წინ. შედეგით მაყოფილები ვართ. მინდა მადლობა უთხრათ ჩვენ გულშემატკივრებს, ვინც ტკივილში ჩამოვიდა და გვესწრებოდა თამაშზე. ჩეხეთში რაგბის ევროპის 18 წლამდე ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. ზურა ამონაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მერვედფინალში პოლონეთი დიდი ანგარიშით 64-7 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ჩვენი ნაკრების მხრიდან ლელოების დუბლი გიორგი ზაზაძემ, ლუკა ტაბატაძემ და დავით არობელიძემ შეასრულეს. თითო ლელო კი ნიკოლოზ ჩხორთულიას, ავთანდილ ზვიადაძის, გოჩა ფირცხელაულისა და საბა გიორგაძეს ანგარიშზეა. ნახევარფინალში საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების მეტოქე ჩეხეთის ნაკრები იქნება. მატჩი 18 ნოემბერს თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეოთხე ტურის მატჩი ათენში საბერძნეთის ნაკრებთან გამართა და 0-3 დამარცხდა. 4 ტურის შემდეგ 12 ქულით საბერძნეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია. საქართველოს ნაკრები 5 ქულით მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს უმცროსი ჯვაროსნები 18 ნოემბერს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გერმანიის 21 წლამდელთა ნაკრებთან გამართავენ. ძალიან ძლიერ გუნდთან დავმარცხდით. საბერძნეთის ეს თაობა მართლაც გამორჩეულია და ამას მეტყოლებს ის ფაქტიც, რომ ყველა თამაში მოგებული აქვს და დამაჯერებლად ლიდერობს ჩვენს ჯგუფს. თამაშსაც შეეხება, მონაკვეთებად იყო თამაში დაყოფილი. პირველი ტაიმის ბოლო თავიდან ბოლომდე ჩავაგდეთ. იყო ინდივიდუალური შეცდომები და ეს შეცდომები პირველ რიგში განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენ გამოუცდელი გუნდი ვართ. რეალურად გაგვიჭირდა იმ თანაკლისების შევსება. მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც ახალი გუნდი ვართ, პლუს სხვადასხვა ხაზით ვითამაშეთ პირველი 3 თამაში, ამიტომ გაგვიჭირდა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს აუცილებლად ის ფაქტი, რომ ერთია ის თუ სპორტული მხარე ამ ყველაფერსაც ეხავს საუბრობ და მეორეა ის მთავარი მიზანი, რასაც ემსახურება ახალგაზრდული ნაკრები და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ფეხბურთელები, ის ორი ფეხბურთელი, რომელიც ჩვენთან თამაშობდა, ეროვნულ ნაკრებში არიან და ეს რიცხვი ძალიან დიდია და ვიმედოვნებ, რომ კიდევ გაიზრდება. 28-30 ნოემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აბუ-დაბის გრანდ სლემი გაიმართება. მასში 8 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 2025 წლის ერთ-ერთი ბოლო ტურნირისთვის კი ასე გამოიყურება. გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე, ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე, ჯუმბერ მელაძე, ლაშა ბექაური და ირაკლი დემეტრაშვილი. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა. ვერცხლი ზაურ დვალაშვილს, ხოლო ბრინჯაოს მედალი დიმიტრი გოჩილაიძეს ერგო. დღეისათვის კი სულ ეს იყო, ეს ბოლო სპორტული სიახლე იყო და მე მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.